ხდება. ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველმა სპეციალური ღონისძიება გამართა. გიორგი ტუღუშმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ჯიმი მაკ-გოლდრიკმა სტუმრებს წარუდგინეს მოხსენება, რომელიც ტოლერანტობის სფეროში 2010 წელს განხორციელებულ საქმიანობას შეეხებოდა. ღონისძიებას მთავრობის დიპლომატიური მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ თბილისის მერი გიგი უგულავად შეუერთდა, რომელიც სიტყვითაც გამოვიდა. სახალხო დამცველმა კონკურსში ტოლერანტობა და მრავალფეროვნება გამარჯვებული ჟურნალისტებით დააჯილდოვა. იყო განსხვავებული აზრის შემწყნარებელი, ან ელემენტარულად უბრალოდ ადვილად რომ ვთქვათ, მოკლედ ტოლერანტული არის მხოლოდ ის პოზა, რომელიც კარგია საერთაშორისო საზოგადოებასთან საკეკლუცოდ, ეს არ არის სწორი. იმიტომ რომ ეს პირდაპირ არის დაკავშირებული თითოეული ადამიანის აქ მცხოვრები ადამიანის კეთილდღეობასთან. ტოლერანტობის კულტურის გამტკიცების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი მომავალი, რომლისთვისაც ჩვენ ყველა ვმუშაობთ ერთობლივად. რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს უმცირესობების ინტეგრირება და მათი უფლებების ეფექტური დაცვა. მოხარული ვარ, რომ ამ კონფერენციას ვესწრებით, რომელიც ეძღვნება ტოლერანტობის დღეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ღონისძიებას ბევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელიც ესწრება. ჩვენ მოვისმინეთ სახალხო დამცველის მოხსენება. მან აღნიშნა, რომ არსებობს რამდენიმე გამოწვევა ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით საქართველოში, მაგრამ ამ კუთხით სერიოზული პროგრესია. ავიაკომპანია